რადიო აჯარა წარმოგიდგენთ. აჯარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო აჯარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი, რომელშიც რეგიონში მომუშავე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე მოისმინეთ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. დღეს ეთერში მუშაობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი იურისტი ირინე ურუშაძე და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი ვიწყებთ. გადაცემის პირველი ნაწილი საკუთრების უფლების აღიარებას დაეთმობა. რა მდგომარეობაა აჭარის რეგიონში და რა სახის ხარვეზები იკვეთება ამ სფეროში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ამ თემაზე უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი ანზორ თხილაიშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ჟანა ჩიქოვანი ისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილი საჯარო უწყებებში კონკურსებისა და ატესტაციების შესახებ საკითხთა ეთმობა. უნდა ჩატარდეს თუ არა კონკურსები სახელმწიფო უწყებებში, რა არის კონკურსის მიზანი და როგორ უნდა ჩატარდეს იგი. სტუდიაში ჩვენს კითხვებს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გალობლიშვილი უპასუხებს, პირდაპირ სატელეფონო ხაზზე კი აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორი სოსო სტურუა. ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებული კონკურსის მიზნების შესახებ ვისაუბრებს. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 27 53 91, დაუსვით კითხვას სტუმარს ან დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მოგესალმებით ბატონო აზარ, ბატონო ჟანა. საკუთრების აღიარება ზოგადად ძალიან სენსიტიური თემაა აჭარის რეგიონში. ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2 წელზე მეტია უკვე ამ სფეროში მუშაობს აჭარაში და რამდენიმე საკითხს წავაწყდით უკვე. ჟანა, მოკლედ რო გითხრათ, რა არის საკუთრების აღიარება, რა მიზანი აქვს და რა ტიპის აღიარების საშუალებები აქვს მოსახლეობას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საკუთრების აღიარება ეს არის ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ მათ მფლობელობაში თუ სარგებლობაში არსებულ მიწებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულაციებით საკუთრების უფლების აღიარების ორი გზა არსებობს. ეს არის მარძვევიერი მფლობელობით არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება და ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განსხვავება ამ ორ საფუძველს შორის არის ის, რომ ერთ შემთხვევაში მარძვევიერი მფლობის შემთხვევაში გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რასაც კანონი ითვალისწინებს, უნდა გააჩნდეს პირს, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური და შესაბამისად ამ დოკუმენტაციის და განცხადების საფუძველზე მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კონკრეტულ ტერიტორიულ სამსახურს და ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. თვითონ სიტყვიდან გამომდინარე, ანუ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ დოკუმენტაციაზე საუბარი ვერ იქნება. ანუ ეს არის ფლობის დამადასტურებელი ფაქტი, რომ რეალურად პიროვნება ფლობს მიწის ნაკვეთს და შესაბამისად ასეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში საკრებულოში შექმნილია საკუთრების უფლების აღიარების კომისიები, რომლებიც შეისწავლიან საკითხს განცხადების შეტანის შემდეგ და გასცემენ საკუთრების უფლების მოწმობას, რაც აუცილებლად განცხადების მიერ წაღებული უნდა იყოს სარეგისტრაციო სამსახურში, რათა მოხდეს უფლების რეგისტრაცია. რაიმე პრობლემა თუ არის, რომელიც რეგიონში განსაკუთრებულად იკვეთება? პრობლემებს რა თქმა უნდა ვაწყდებით. ერთი თქვათ შეგვიძლია მთავარი პრობლემა აღვნიშნოთ, ეს ეხება ძირითადად მარძვევიერ მფლობელობაში არსებულ მიწებს, იქედან გამომდინარე, რომ გარკვეული ცვლილებების შემდეგ თქვათ შეიცვალა ბაზების არეგისტრაციო და ამან წარმოშვა ზედდებები, ანუ მიმართვის შემთხვევაში თქვათ აღმოჩნდება, რომ ეს მიწა უკვე ვიღაცის საკუთრებაში, ანუ ძირითადად ეს ვიღაცა არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე გამოდის, რომ ითხოვენ ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარებას, რეგისტრაციას და შესაბამისად საჯარო რეესტრი პასუხად სცემს, ანუ უარყოფითი შედეგი იდგება, იქიდან გამომდინარე, რომ ზედდების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახური უარს ეუბნება განცხადებელს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ცოტა თუ გავაგრძელებთ ამ პრობლემას, ანუ საიდან წარმოიშვა, ჩვენ როგორც ვიცით, არ განხორციელებულა აჭარის რეგიონში რეფორმა მიწის რეგისტრაციებთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ მას ასე ვუწოდებთ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მესაკუთრეები, რომლებიც ისტორიულად მამაპაპისეულად ფლობდნენ მიწებს, დღესაც არიან ამ მიწის მფლობელები, მოსარგებლები, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ რეფორმა არ განხორციელდა, მათ ვერ მოახერხეს ვერანაირი დოკუმენტით, ანუ რეგისტრაცია მიწის ნაკვეთების და დღეს უკვე აღმოჩნდა სიტუაცია, რომ
სახელმწიფოს აქვს ეს მიწისნაკვეთები რეგისტრირებული და მათ მიუხედავად იმისა, უფლება აქვთ თუ არა აქვთ, საკუთრების უფლების რეგისტრაციას ვერ ახორციელებენ. ბატონო ანზორ, თქვენ როგორც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს და როგორ უნდა ვებრძოლოთ? პრობლემა სხვათა შორის ძალზე გლობალური ხასიათის არის, შეიძლება ასე თამამად ითქვას. იმიტომ რომ აი თუნდაც მიმდინარე წელს მოგეხსენება თქვენ ელემენტარული საკითხი, რომელიც აი გვჭირდებოდა სოფლის მეურნეობის ბარათების ნომინალური ბარათების დარიგების საკითხი იყო მოგეხსენებათ და აქედან გამომდინარე პირველსავე დღესვე წავაწყდით იმ ქაოსს, იმ აღურიცხაობას, იმ შეიძლება ითქვას რაღაც ასეთი ქაოსი მე არც სფეროში ვერ წარმომიდგენია, რაც ამ მიწასთან დაკავშირებით აღმოჩნდა. ფაქტიურად თითქმის არ არსებობს არავითარი ბაზა. და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემად წარმოიშვა ზუსტად აქ ითქვა უკვე კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში და ის თვითნებურად დაკავებული ტერიტორიები, რომელიც მამაპაპისეული იყო და პრაქტიკულად ჩაშლილი რეფორმის გამო ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს. სწორედ ეს თემა იქნა წამოწეული მთავარ პრიორიტეტად აგრარული და თვითმმართველობის კომისიის მიერ და რამოდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. სხვათა შორის სანამ უმაღლეს საბჭოში ინიცირების წესით შევიდოდით ამ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მე ჩავატარე თითქმის ყველა უწყებასთან, ყველა შესაბამის საპარლამენტო კომისიებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან, თქვენთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესაბამისი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ მონახაზამდე, ასე შეიძლება ითქვას, თუ რა შეიძლება ამ ეტაპზე გამოსწორება. პრობლემა ძალიან დიდია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ობიექტური და თუ სუბიექტური მიზეზების გამო აჭარაში ორჯერ ჩაიშალა მიწის რეფორმა. 92 წელს დაიწყო მოგეხსენებათ და 99 წელს შეჩერდა, ამის შემდეგ 2004 წელს განახლდა და 2006 წელს შეჩერდა და რაღაც ახალი რეგულაციებით პრაქტიკულად ახალი ისეთი შეზღუდვები მოხდა, რომლითაც ძალიან დიდმა ნაწილმა მიწა ვერ მიიღო. და ახლა რა იგეგმება, როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ეს საკითხი? ეხლა ჩვენ შევიმუშავეთ, ესე იგი, წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის წესით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. სხვათა შორის მე მინდა პატარა უფრო განმარტებითი ხასიათი მივცე ამ ჩვენს საუბარს და გეტყვით, რომ 92 წელში კომლად აღიარებული პიროვნებები, რომლებიც ელოდებოდნენ, რომ მე აუცილებლად მივიღებ იმ მიწას, რომელსაც ის უკვე დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა და ფიქრობდა, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი მთავრობა, ჩემი ხელისუფლება მე მიწის გარეშე არ დამტოვებს. და პრაქტიკულად შეიძლება ბევრმა არც კი აქტიურა ისეთი აქტიურობის წესით იყო, ალბათ იცით თქვენ დოკუმენტაციები თუ რაღაცა და უცებ მომენტალურად შეწყდა ეს საკითხი. განახლდა, როგორც გითხარით, 2006 წელს დაიწყო პროცესი და ისევე რაღაც გაუაზრებლად შეწყდა ხელოვნურად მიწის რეფორმის ჩატარება და გაჩნდა ახალი რეგულაცია. თუ პიროვნებას იმ ნაკვეთზე, სადაც ის წლების განმავლობაში სარგებლობდა, თუ არ ქონდა საცხოვრებელი სახლი, თუ ემიჯნებოდა მისი ფაქტიური საცხოვრებლისაგან იმიჯნებოდა საავტომობილო გზით, ბილიკით, ხევით, ან რაღაცით, პრაქტიკულად რაიონების საკრებულოების აღიარების კომისიებს აეგრძალათ ამ ადამიანებზე, ესე იგი, მიწის რეგისტრაციაში გატარება. პრაქტიკულად იცით რა მოხდა? აი დაწყებული ქონდა პროცედურები, იცით თქვენ რამდენი ჩინოვნიკური და ესე იგი ბარიერები ახლავს ამ პროცესს, ათობით დოკუმენტი არის არქივიდან თუ სხვადასხვა ინსტანციებიდან მოსაძიებელი
დაუშვათ 10 დოკუმენტიდან თუ აკლდა ერთი და წავიდა ადამიანი ამ დოკუმენტის შესავსებად ან მისატანად შესაბამის კომისიაში, უკვე როდესაც დაბრუნდა პრაქტიკულად ეს უკვე ახალი რეგულაცია, ახალი პრეზიდენტის განკარგულება დახვდა და ესე იგი დაახლოებით ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონში 10,000 კომლი დარჩა მიწის გარეშე. არადა იმ თემში ნახევარს მიღებული აქვს იგივე პირობებში მყოფ სოფლის მცხოვრებს მიღებული აქვს მიწა, ხოლო მეორე ნახევარი ასეთი გაურკვეველი ახალი რეგულაციებითა და დამატებითი წინააღმდეგობებით პრაქტიკულად აღმოჩნდა მიწის გარეშე. რა შეიძლება ითქვას? ანუ ხელვაჩაური და ქობულეთი არის ყველაზე მძიმე სიტუაციაში. ახლა მეტნაკლებად გეტყვი თქვენ, იცით რომ პრობლემა რა არის? ჭიდროდ დასახლებული ყველაზე ჭიდროდ დასახლებული რეგიონია ავტონომიური რესპუბლიკა და არის მცირე მიწიანი. ამიტომ არის ასეთი მწვავე პრობლემა. როგორ უნდა გავაგვაროთ აი ამ კონკრეტულ რაიონებში ქობულეთსა და აი მაგალითად ზემო რაიონებში რო გითხრათ რომ რეფორმა სრულფასოვნად ჩატარდა, არ ჩატარებულა და რატომ იცით? იქ იმ რაიონებში ხულო, შვახევისა და ქედის რაიონებში პრაქტიკულად არსებობს ასეთი ტერმინი, ხომ, მკვიდრი ადგილობრივი მოსახლეობა, ან მოსული, ან ჩამოსული, არ მინდა მე სხვანაირად გამიგოს ვინმე. მაგრამ ეს ტერმინი არსებობს. ვინაიდან ზემო რაიონის სამ რაიონში პრაქტიკულად სხვა რაიონიდან იქ მისული ადამიანი არ სახლობდა და იმ სოფელმა იცოდა ის ბაბუას მემკვიდრეობითი მიწები, რომელიც კომუნისტების დროს მათ ჩამორთმეული ჰქონდათ, ესე იგი დაუწერელი კანონით. დაუწერელი კანონით ვერ შევიდა და ვერც ვერავინ მოითხოვა, იცოდა რომ ამ გვარის იყო, ამ ოჯახს ეკუთვნოდა ეს მიწა და პრაქტიკულად აი ამ ფორმატში შეიძლება ითქვას რომ დასრულდა ზემო აჭარის სამივე რაიონში, მაგრამ აი ქობულეთსა და ხელვაჩაურის რაიონში აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდით. მათ იმ მიწებს ყველა მიწას ყავდა მამაპაპისეული მემკვიდრეობითი პატრონი ასე ვთქვათ, მაგრამ უამრავი ახალი პიროვნება იყო, რომელიც ამ მიწაზე პრეტენზიას აცხადებდა. ამან შექმნა ამან შექმნა გარკვეული სირთულეები, რა თქმა უნდა. აი დღეს იყო აგრარულ საკითხთა კომისიის ხდომა, რომელზეც განიხილეს სწორედ ამ კანონში შესატანით ცვლილებები. განაცხადეს იქ წევრებმა, რომ აპირებენ კონსულტაციების გაგრძელებას და საშემოდგომო სესიისთვის იგეგმება უკვე ამ კანონის ცვლილების ინიცირება პარლამენტში უმაღლეს საბჭოს მე მინდა მოსახლეობა რომ შეცდომაში არ შევიდეს. მე მინდა გითხრათ, პრობლემა გაცილებით უფრო გლობალური და დიდია, ვიდრე ის სეგმენტი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მაგრამ ეს არის დასაწყისი. დასაწყისია. მე იმის თქმა მინდა, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით მოხდა ეს. 1000 რაღაცა ფაქტორი მოხდა ამ 20 წლის განმავლობაში. ვერავითარ შემთხვევაში დღევანდელი უმაღლესი საბჭო ვერ აიღებს თავის თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომ ყველა საკითხი ერთდროულად წამოწიოს და შეიძლება ამას ისეთი არეულობა და ქაოსი მოხდეს, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტები გამოვიწყდეს. ვიწყებთ იმით, რომ ჩვენ ზუსტად იმ რეგულაციას, რომლითაც არის შეზღუდვა, რომ ესე იგი ბილიკით, ხევით, პატარა საავტომობილო გზით ან ოჯახს, რომელსაც არ ქონდა საცხოვრისი იმ ნაკვეთზე, სადაც მას პრეტენზია გააჩნია, ამ რეგულაციის მოხსნას ვცდილობ. ჩვენ მხოლოდ ქობულეთსა და ხელვაჩაურის ქობულეთსა და ხელვაჩაურში და ხელვაჩაურის რაიონში კიდევ დამატებითი პრობლემა გვაქვს, იმის გამო რომ ხელვაჩაურის დიდი ნაწილი და ქობულეთის გარკვეული ნაწილი ქალაქ ბათუმის ტერიტორიას გადაეცა, ამ მომენტში უკვე ეს კანონი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ პრაქტიკულად ვერ განხორციელდება. ეს უკვე ცალკე ინდივიდუალური მიდგომის თემაა და ამაზე ცალკე საუბარი გვექნება. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ანზორ. ჟანა, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ აღურიცხავია ტერიტორიები, ბაზები არ არსებობს. რამდენიმე სხვა საკითხიც არის, გარდა იმისა, რომ რეფორმა არ განხორციელებულა აჭარაში, სხვა პრობლემებიც წარმოიშვა, იგივე განსაკუთრებით მსხვილი ინვესტიციების შემთხვევაში, როდესაც კომპანიებმა დაიწყეს მსხვილი მშენებლობების განხორციელება და წააწყდნენ პრობლემებს ტრადიციულ მესაკუთრეებთან, როგორც აღნიშნეთ. რა კონკრეტული რა პრობლემებია? დიახ, ანუ ეს მშენებლობები ჰესებს შეეხება, ხა როგორც მივხვდი, აქ
პრობლემა არის შემდეგი. ესე იგი, ერთი შემთხვევა, როცა თითოეული სამშენებლო კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს სახელმწიფოსთან იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო არის ტერიტორიის მესაკუთრე, აქ თითქმის პრობლემა ამ კუთხით არ არის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ ეს კომპანია მიდის ადგილზე და იქ აღმოაჩენს, რომ პიროვნებებს, ფიზიკურ პირებს აქვთ სარგებლობაში მიწისნაკვეთები, ამუშავებენ მას, ანუ მეურნეობა მოყავთ და ასე შემდეგ, თუმცა იმიტომ რომ ამ სამშენებლო კომპანიამ სახელმწიფოს უკვე თანხა გადაუხადა მიწისნაკვეთის შესყიდვაში, არ არეგისტრირებულ მესაკუთრეებს, რომელსაც უბრალოდ მეურნეობა ჰქონდათ მიწისნაკვეთებზე, კომპენსაციას არ აძლევენ. ანუ ეს პრობლემა ზუსტად ამან გამოიწვია, რომ იქ ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლეს, ანუ მოსახლეობამ ვერ შეძლო მიწისნაკვეთის დარეგისტრირება და შესაბამისად კომპენსაციის საკითხი არ დგას მათთან ინვესტორის მიერ გამართულ მოლაპარაკებებზე. იქ სადაც თქვათ რეგისტრირებული მესაკუთრეები იყო, შედარებით პრობლემა ნაკლები იყო, პრობლემა უფრო გადატანილი იყო უკვე ფასზე, ანაზღაურების ფასზე და თქვათ ეკოლოგიურ საფრთხეებზე და რისკებთან დაკავშირებით, თუმცა იქ სადაც არ გვყავს რეგისტრირებული მესაკუთრე, ანუ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მესაკუთრეებთან პრობლემა კომპენსაციასთან დაკავშირებით სწორედ იმიტომ არის, რომ მათი მესაკუთრე სახელმწიფოა და კომპანია სახელმწიფოს წინაშეა ვალდებული და არა იმ პირების მიმართ, რომლებიც ადგილზე თუნდაც წლების განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ და უკანასკნელ პერიოდში ასევე დაიწყო საუბარი ავტობანის მშენებლობაზეც. და აქაც ანალოგიური პრობლემა არსებობენ რეგისტრირებული მესაკუთრეები და მესაკუთრეები, რომელსაც ფლობელები, რომელსაც არ აქვს რეგისტრირებული საკუთრება. იქ როგორ ხდება პრობლემის მოგვარება? იქაც შეხშია მოლაპარაკება. და გეთანხმებით, ანუ არის მსგავსი პრობლემები იქ, თუმცა არის განსხვავებული სიტუაცია და უნდა აღვნიშნოთ ეს, ანუ აქ რა ხდება? თუ თქვათ ჰესების მშენებლობაში ერთი განსაზღვრული ტარიფი იყო ნებისმიერ პირობად, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ მიწისნაკვეთზე, იქ იდგა შენობა, არ იდგა, იქ იდგა იყო მეურნეობა თუ არა. ავტობანის მშენებლობაზე ეს განსხვავებული არის, ანუ მიდგომა განსხვავებულია, სხვადასხვა ტარიფები არსებობს, თქვათ, ცარიელ მიწაზე, ცარიელია მიწა, თქვათ, მასზე სამეურნეო სამუშაოებს ასრულებს ფიზიკური პირი თუ შენობა ნაგებობა დგას, როგორც აღნიშნეს, ანუ პირველი ეტაპი მშენებლობის, სადაც ძირითადად რეგისტრირებული მესაკუთრეები იყვნენ, იქ საგზაო დეპარტამენტს პრობლემა არ შექმნია, თუმცა მეორე ეტაპზე, სადაც თქვათ, არა მარტო რეგისტრირებული მესაკუთრეები არსებობენ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა, გზის მშენებლობა ხორციელდება, არამედ ეგრეთ წოდებული მოსარგებლეები, ანუ რომლებსაც საკუთრების უფლება არ აქვს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული, პრობლემა არის შემდეგი, რომ ვერ დგინდება კონკრეტული პიროვნების ვინაობა, ვინ არის რეალურად მოსარგებლე ამ მიწისნაკვეთის. თვითონ ანუ არსებობს არაერთი პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ამ მიწისნაკვეთის მოსარგებლეობაზე და შესაბამისად საგზაო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს და დაადგინოს, თქვათ, ვინ არის მოსარგებლე. ამისათვის შექმნილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოში კომისია სპეციალურად, რომელიც თავისი სამოქმედო ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, ანუ საკანონმდებლო საფუძვლიდან გამომდინარე განცხადებების საფუძველზე, ვისაც პრეტენზია გააჩნია იქ მიწისნაკვეთის სარგებლობაში ქონაზე, შემოსულ განცხადებებს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ არის მოსარგებლე. ამის შემდეგ უკვე საგზაო დეპარტამენტი ამ მოსარგებლეს უხდის კომპენსაციას. განსაგებია. და შესაბამისად გამოდის, რომ მიდგომა არის დამოკიდებული ინვესტორზეც, იმიტომ რომ ნაწილობრივ გამოდის, რომ ჰესების შემთხვევაში ინვესტორი ამბობს უარს, რომ ტრადიციულ მესაკუთრეებს გადაუხადოს, თუმცა ავტობანის შემთხვევაში სახელმწიფო მინიმუმ ჩართულია იმ პროცესში, რომ გამიჯნოს ვინ არის მოსარგებლე, რათა მოხდეს შესაბამისი კომპენსირება. ნამდვილად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს კარგი პოზიცია უჭირავს, ასე ვთქვათ, იქ მაცხოვრებლების მიმართ, იმიტომ რომ კომპენსაციას უხდის არა მხოლოდ რეგისტრირებულ მესაკუთრეს, არამედ მოსარგებლესაც, რაც ჩვენ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სახეზე არ ქონდა. შესაბამისად, სამშენებლო კომპანია სწორედ ამ რეგულაციიდან გამომდინარე უკვე ვალდებული ხდება კომპენსაცია გადასცეს არა მარტო მესაკუთრეს, არამედ მოსარგებლესაც, რაც ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ვერ გვექნებოდა სახეზე, იმ უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჰესები სახელმწიფოდან ყიდულობდნენ ტერიტორიას როგორც წესი და უკვე მათ ვალდებულება იქ მყოფ მოსარგებლეების მიმართ არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, სამართლებრივ. შესაბამისად, კომპენსაციაზე ისინი არ ესაუბრებოდნენ მათ. კი ბატონო, ამჟამად რა სიტუაციაა ჰესებთან დაკავშირებით? კვლავ ჩიხშია თუ რაღაც მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს? ამჟამად მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ეს ფასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. არის ტერიტორიები, სადაც უფრო იკლებს ფასი, ანუ დაბალი ხდება, მცირდება. არის რა თქმა უნდა მოსახლეობა, რომლებიც ყიდიან, თქვათ, ამ ტერიტორიას და ზოგიერთ მათგან კომპანიას აქვს მიღწეული შეთანხმება, თუმცა როგორც ასეთი რადიკალური ცვლილება ან ტარიფთან, ან ტარიფის შეცვლასთან, ან მოსარგებლეებისათვის
დღისათვის თქვა საკანონმდებლო დონეზე რაღაც გარკვეული თანხის გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. არ არსებობს. და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი ჩათვლით ჩართულია ამ პროცესში რამოდენიც. აი მაგალითად ამის მაგალითად შეგვიძლია აღვნიშნოთ აჭარა ენერგი, რომელიც აშენებს ჰეს აჭარის სოფელ აჭარის წყალში გორი ჰესის მშენებლობა არის დაგეგმილი. იმ ტერიტორიაზე ზუსტად არის ან ეს შემთხვევა, როცა ფიზიკური პირები დახვდნენ მათ ანუ რეგისტრირებულ მესაკუთრეებად, შესაბამისად ნებართვა აღებული აქვს როგორც აჭარა ენერგი აცხადებს მშენებლობაზე და მათ სჭირდებათ მიწის ნაკვეთის შესყიდვა. აქედან გამომდინარე სასამართლოში მიმდინარეობს დავა თუ რამდენად კანონიერია ფიზიკური პირების რეგისტრაციები. თუმცა ჯერ დავა განხილვის პროცესშია და დამთავრებული არ არის, ანუ შედეგი არ გვაქვს. ამ ფიზიკური პირის ინტერესებს იცავს სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ჩვენი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და კერძო ადვოკატებიც არიან ჩართული ამ წარმომადგენლებს. მადლობ ჯანა, ბატონ ანზორ, ერთ კითხვასაც დაგისვამთ, აი ამ ასეთ სიტუაციებში, როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში და რაღაც მსხვილ პროცესს იწყებს, იგივე ჰესების მშენებლობა, იგივე საკურორტო ზონის მშენებლობაზეც არის საუბარი გოდერძის უღელტეხილზე. აი ამ სიტუაციაში თქვენ როგორც სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელი და არა როგორც მხოლოდ კანონმდებელი, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ დავიცვათ ის მოსახლეები, რომელთაც ფიზიკურად რეგისტრაცია არ აქვთ განხორციელებული, თუმცა რეალურად ფლობენ მიწებს საუკუნეების მანძილზე, მართლაც ტრადიციული მესაკუთრეები არიან. რა შეიძლება გაკეთდეს? ახლა რაც შეეხება ჰესებთან დაკავშირებული პრობლემა, მე გეტყვით, აქ სოციალური ფონი და სოციალური პრობლემები უფრო წამოწეული, მაგრამ ამაზე წინ არის ეკოლოგიური პრობლემები და დღეს ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის დრო რომ გავშალოთ ეს თემა. ეს არის მე გეტყვით საუკუნის დანაშაული. არ შეიძლებოდა მდინარე აჭარის წყალზე, მდინარე რა ქვია, თუნდაც კინტრიშის ხეობაში, მაჭახელაზე თუ კირნათის ტერიტორიაზე, ესე იგი ჰესების მშენებლობა. მაგრამ ისეთი დონის მემორანდუმები აქვს გაფორმებული წინა ხელისუფლებას, ნებისმიერი გადახვევა ან უარის თქმა მემორანდუმებიდან შესაძლოა მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების ფონზე და ზღვარზე გადის. აქედან გამომდინარე დღევანდელი ხელისუფლება იძულებულია რომ დაუჭიროს მხარი ჰესების მშენებლობას, თუმცა ნომერ პირველი საკითხი ეს არის სოციალური საკითხი, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები და სწორედ ამიტომ პარასკევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მე მგონი თქვენც ხართ მიწვეული არასამთავრობოები, ყველა სოფლის აქტიური წარმომადგენლები და დეტალურად უნდა იქნეს გაწერილი და გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელსაც საბოლოოდ თუ უნდათ რომ ააშენონ, უნდა გადაწყვიტონ სოციალური საკითხები. თუმცა არის საკითხი ისეთიც, ჰესთან დაშორებული 5-7 კილომეტრით დასახლებული მოსახლეობასაც გაუჩნდა სურვილი სხვადასხვა მოტივაციით და სამწუხარო ის არის რომ მხოლოდ აი ფინანსურ კომპენსაციაზე უფრო ზრუნავს დღეს მოსახლეობა ვიდრე იმ ეკოლოგიურ სიტუაციებს. წინა პლანზე რომ ეკოლოგიური სიტუაცია იყოს წამოწეული, გაცილებით იოლი იქნებოდა საუბარი თუნდაც იმ ინვესტორებთან და ამის ფონზე უკვე სოციალური საკითხის წამოწევაც იქნებოდა უფრო მარტივად გადასაწყვეტი. თუმცა მე არაერთი შეხვედრა მქონდა, იცით თქვენ უმაღლეს საბჭოში ორჯერ მქონდა ფორუმი, მოწვეული მყავდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოს დაცვის მინისტრი, ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ყველა ექსპერტის მოსაზრება დოკუმენტალურად გადავეცით შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალიან დიდი ნაწილი ეკოლოგიური კუთხით იმ პროექტებში ჩადებული. რაც შეეხება ვთქვათ იმ ავტობანთან დაკავშირებული სიტუაციას, ასევე ეს ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს ცილდება და პრაქტიკულად ესე იგი რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შემუშავებული აქვს მთელი ეს პროცედურები, თუ როგორ უნდა იქნეს ანაზღაურებული ესა თუ ის ნაკვეთი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანზორ, დიდი მადლობა ჯანა.
ეთერში მცირე პაუზის შემდეგ დავბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში სტუდიაში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადიმერ გალობლიშვილი შემოგვიერთდება, პირდაპირ სატელეფონო ხაზზე კი აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორი სოსო სტურუა ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებული კონკურსის მიზნების შესახებ ისაუბრებს. დაგველოდეთ. ყოველ კვირას აღამოს მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლები მოხილვა რუსუდან წითლიძესთან ერთად. ჯაზის საათი. გაიგეთ ყველაფერი ჯაზზე. მოусმინეთ ლეგენდარული და თანამედროვე შემსრულებლების იმპროვიზაციებს ცნობილ თემებზე. რადიო აჭარის ღამის ეთერში ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე გადაცემა ჯაზის საათი. ყოველ სამშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. ცნობილი პიროვნებების ცხოვრებისეული ისტორიები გადაცემაში ჩვენი თანამედროვენი. FM 104.5. დაავადებები, მათი მკურნალობისა და პრევენციის გზები. ხალხური მედიცინის საიდუმლოებები. ყოველ ხუთშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში ჯანმრთელობა. FM 104.5. რეგიონის სპორტსმენთა მონაწილეობით გამგლილი კვირის ღონისძიებათა მიმოხილვით კვირას 19 საათზე აჭარის რადიოს ეთერშია სპორტული პროგრამა იალქანი ავტორთან და წამყვანთან გიორგი მურვანიძესთან ერთად. რადიო აჭარა წარმოგიდგენთ აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ 4 შაბათს 19 საათზე რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. ეთერში სარეკლამო პაუზის შემდეგ ბრუნდებით, ეს არის გადაცემა საზოგადოების ხმა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში საერთაშორისო გამჭოლობა საქართველოს უფროსი იურისტი ირინე ურუშაძე და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი მუშა. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომერზე 27 43 91 დაუსვათ კითხვა სტუმარს ან დააფიქსიროთ თქვენი აზრი. პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადიმერ გალობლიშვილი. მოგესალმებით ბატონო ლადიმერ. რამდენიმე წუთში პირდაპირ სატელეფონო ხაზზე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორი სოსო სტურუა ჩაგვერთვება. ბატონო ლადიმერ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საჯარო სამსახურებში მიმდინარე საკადრო პროცესებზე და პოლიტიკაზე. კონკურსები და ატესტაციები ეს არის ის თემა, რომელიც 1 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგანაც საკანონმდებლო რეალობა შეიცვალა და მოვალეობის შემსრულებლებად განუსაზღვრელი ვადით უკვე ფაქტობრივად აღარ შეიძლება დანიშნა მოხელეების, მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 1 წელი კონკრეტულ თანამდებობებზე და 3 თვე ძირითად მასაზე. აჭარის განათლების სამინისტროში, მოკლედ ვიტყვი ხოლმე სახელს, აჭარის განათლების სამინისტროში უკვე ჩატარდა ერთი ატესტაცია, რომელიც ეხებოდა რესურს ცენტრების ხელმძღვანელებს. მოკლედ რომ გითხრათ მიზეზები ამ ატესტაციის ჩატარებით და რა იგეგმება, როგორც ვიცი, საკადრო ცვლილებები განხორციელებულია და კონკურსები და ატესტაციები იგეგმება რომ ჩატარდეს. თქვენ რას გვეტყვით? საღამშვიდობისა, მოგესალმებით. ილოცავთ თქვენს პირველ ეთერს. მე ვფიქრობ საკმაოდ წარმატებულად მიდის სანამ აქ მოვიდოდი მანქანაში უსმენდი და ასე რომ მე მგონი წარმატებული ეთერი გაქვთ. დიახ, თქვენ მართალი ბრძანეთ. ეხლა 1 ივლისის გუშინ შევიდა კანონში საჯარო სამსახურის შესახებ ეს ნორმა ძალაში, რომლის თანახმად მოვალეობის შემსრულებლები 3 თვის ვადაში აწი უნდა მოხდეს მათი, ესე ვთქვათ, კონკურსზე გაყვანა. ჩვენ ჩავატარეთ ატესტაცია. ატესტაციის შედეგად გაგვიჩნდა 4 ვაკანტური პოზიცია და შესაბამისად ამ ვადაში რაც არის კანონმდებლობით ადგენილი წესით, იმ ვადაში ჩავატარებთ კონკურსს. ასევე ჩვენ გვაქვს ვაკანსიები სამინისტროში, იმიტომ ჩავატარეთ რეორგანიზაცია მიმდინარე წლის იანვრის თვეში და რეორგანიზაციის შედეგად დავამატეთ რამოდენიმე საშტატო ერთეული და დაახლოებით 7 ესე ვთქვათ საშტატო ერთეულზე ასევე გვექნება კონკურსი, რომელსაც ვფიქრობთ ამ ვადებში ჩავატაროთ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს. მოდი მოკლედ გავმიჯნოთ მაყურებლისთვის, რას ნიშნავს ატესტაცია, რას ნიშნავს კონკურსი, იმიტომ რომ ეს უკვე გამოდის, რომ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. ატესტაცია ეს არის მოხელეების შემოწმება უხეშად ვთქვათ, მათი შესაბამისობის დადგენა დაკავებულ თანამდებობასთან, ანუ ეს არის უკვე არსებული მოხელეებისათვის და ეხება არა იმ მოხელეებს, რომლებიც დროებით არიან დანიშნული, მათ შორის არამოვალეობის შემსრულებლებს, ხოლო კონკურსი ეს არის თანამშრომლის აყვანის პროცედურა, ახალი თანამშრომლის დანიშვნის პროცედურა.
თქვენ აგზავნეთ რომ ატესტაციის შედეგად გაჩნდა ვაკანტური თანამდებობები, აი რომ განმარტოთ რატომ გაჩნდა ეს თანამდებობები. კი ბატონო. ზოგადად ალბათ როგორც თქვენთვის ზოგადად ცნობილია, მე ვიცი ამის შესახებ, ალბათ მაყურებლისათვისაც ცნობილია. არსებობს ატესტაცია არის მოხელე უკვე ვინც არის დანიშნული ეს საჯარო მოხელე მისი ასე ვთქვათ თვისებების უნარჩვევების შესაბამისობის დადგენა დაკავებულ პოზიციასთან, რომელიც მას უკავია კონკრეტულ საჯარო სამსახურში. აქედან გამომდინარე კანონმდებელმა ზუსტად არის ესეთი ნორმა, რომ 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ესე ვთქვათ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელობამ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გააკეთოს ეს ატესტაცია, რათა მოახდინოს რამდენად შეესაბამება მის თანამშრომლებს დაკავებულ თანამდებობას. ჩვენ როდესაც მოვედით სამინისტროში ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა ის, რომ სამინისტროში ყოველ შემთხვევაში 2004 წლიდან დღემდე მსგავსი ატესტაცია არ იყო ჩატარებული. შესაბამისად იყო ამის საჭიროება, უბრალოდ რესურს ცენტრში, სამინისტროშიც არ არის დიახ ჩატარებული, არც რესურს ცენტრში და რესურს ცენტრებში ჩვენ ჩავატარეთ ატესტაცია, 6 რესურს ცენტრის ხელმძღვანელს შეეხო ეს ატესტაცია იყო 2 ეტაპად, ეს იყო ტესტირება და გასაუბრება, თუმცა რადგან გასაუბრება უფრო ალბათ სუბიექტური არის, ჩვენ მაინც უპირატესობა მივანიჭეთ ტესტირებას. ეს რაც ნიშნავს, თუ ტესტირებაში პიროვნება საჯარო მოხელე გადალახავდა მაღალ იმ დაწესებულ ზღვარს და მიიღებდა მაღალ ქულებს, პრაქტიკულად ის უზრუნველყოფილიყო და ის გავიდოდა გასაუბრებაზეც. ამის შედეგად აღმოჩნდა ის, რომ 6-დან 4 ადამიანი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად თქვა არ ნაწილობრივ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და მოქმედი კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, როცა მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მოხდეს მისი გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან. შედეგად ჩვენ გავათავისუფლეთ 4 ადამიანი, ჯერ გავაფრთხილეთ ერთი თვისადმი, როცა გავიდა ვადა, გავათავისუფლეთ და ამ პოზიციებზე, რაც არის, გამოვაცხადებთ კონკურსი უკვე გამოცხადებული. და რა პროცედურით ჩატარდება კონკურსი? კონკურსი უკვე გამოცხადდა, რასაც კანონი ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ 10 დღის განმავლობაში საჯარო ბიუროს ვებგვერდზე შეუძლიათ საბუთების ატვირთვა, შემდეგ უკვე იქნება გადარჩევა, ვინც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს იმ ხალხს დაუკავშირდებით, შემდეგ იქნება პირველი ეტაპი იქნება ტესტირება, მეორე ეტაპი იქნება კომპიუტერული უნარჩვევების შემოწმება და მესამე ეტაპი იქნება გასაუბრება. და კომისია, რა შემადგენლობის კომისია იქნება? დიახ, კომისია არის უმრავლესობა სამინისტროს ესე ვთქვათ არათანამშრომელი, თქო, მახსოვს ატესტაციაზეც იყო. დაახლოებით ის კომისია ყავს ეხლაც. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კომისიაში, არის პროფკავშირების წარმომადგენელი და არის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომისიის წარმომადგენელი. და რამდენ თანამშრომელის აყვანას გეგმავთ, შევახსენოთ მსმენელსაც? ამ შემთხვევაში 4 პოზიციაზე გვაქვს გამოცხადებული კონკურსი და შესაბამისად ეს ყველა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ეს არის ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, შვახევისა და ხულოს რესურს ცენტრის ხელმძღვანელები. და დანარჩენ თანამდებობებზე როდის იგეგმება, თქვენ თქვით რომ რეორგანიზაცია ჩატარდა? კი ბატონო, დანარჩენ თანამდებობებზე ალბათ სავარაუდოდ ეს იქნება აგვისტოს ბოლომდე ალბათ გამოვაცხადებთ კონკურსს. 3 თვის ვადა ყოველ შემთხვევაში. 3 თვის ვადა იქნება რა თქმა უნდა დაცული. დაცული იქნება. კი ბატონო, ესე იგი ბოლო უნდა ჩატარდეს 1 ოქტომბრამდე, 1 ოქტომბერს გადის ეს 3 თვის ვადა. კი ბატონო, ამ ვადაში აუცილებლად ჩატარდება კონკურსი. ახლა ეთერში ჩავთავთ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ სოსოს ტურუას, შევახსენებს მენელს რომ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტშიც იმართება კონკურსი. რამდენიმე თანამდებობაზეა გამოცხადებული კონკურსი, საკმაოდ სერიოზული დისკუსია გამოიწვია ამ საკითხმა, რამდენად იყო მიზანშეწონილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მიღებამდე კონკურსის ჩატარება. მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ბატონი სოსოს პოზიცია და შემდეგ შევაფასოთ იგი. გამარჯობა ბატონო სოსო, გვაინტერესებს მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. გვაინტერესებს რა მიზნით გაიმართა კონკურსი, რა იგეგმება ამ კონკურსის მიხედვით და რატომ გადაწყდა ტელერადიო დეპარტამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მიღებამდე კონკურსის ჩატარება. გამარჯობათ, მოგესალმებით იზნია, მივესალმები ბატონ ლადო სტუდიაში, მივესალმები რადიო მსმენელს, ძალიან მოხარული ვარ რომ ვიღებ მონაწილეობას თქვენს გადაცემაში.
მინდა წარმატებები გისურვოთ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი საზოგადოების ხმა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვინატრებდი, რომ მალე გამხდარიყო და ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას, მალე გამხდარიყოს ეს პროექტი როგორც რადიო, ასევე სატელევიზიო ფორმატის, რადგან მისი აუდიტორია გაზრდილი იყოს. მე მინდა აღნიშნო, რომ როცა თქვენ დამირეკეთ, საკმაოდ უცნაური რა მოხდა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელს არასამთავრობო წარმომადგენელი ებრძვება გადაცემაში და რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია, რაც პირველი შემთხვევა ახლა გვაქვს შეხება ამასთან და დიდი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების გზაზე. მე ავშორდები იმ თემას, რა კითხვაზე თქვენ კითხვა ამისვით, უბრალოდ ესეც იმასთან კავშირშია. მე მინდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა არასამთავრობო გადაცემა გაეკეთებინა რამდენიმე თვით ადრე და ეს არ არის დღეს რომ მოახერხეთ, ეს არ არის არც ჩემი დამსახურება და არც თქვენი დამსახურება, ედინა ეს არის დამსახურება ქართული ხალხის, ვინც არჩევნებზე გამოხატა თავისი ნება და ქვეყანა გადაიყვანა უფრო დემოკრატიულ რელსებზე და ამით მოგვეცა საშუალება, რომ ბევრი დემოკრატიული ძრები გავაკეთოთ ჩვენ ჟურნალისტებმა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებმა. ზუსტად ამ დემოკრატიული ძრების ესეთი ნიშანია ჩემს მიერ გამოცხადებული ეს კონკურსი ჟურნალისტების. ბევრი თვლის, რომ ნაადრევია სტატუსამდე, მაგრამ უფრო ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს დაგვიანებულია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს დაგვიანებულია რამდენიმე წლითაც კი. მე არ ვთანხმები არც ეს მოსაზრებას და არც მეორე მოსაზრებას, ჩემი აზრით ეს კონკურსი უნდა ჩატარებული იყო დღეს. რაც შეეხება სტატუსის მიღებაზე მე სხვათა შორის 1999 წელს შევქმნი კონცეფცია, რომელიც ძალიან ახლოს დგას იმ კანონპროექტთან, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოგეხსენებათ აღორძინებისა და მოქალაქეთა კავშირის დაპირისპირება იყო იმ წლებში, ჯერ კიდევ მაშინ გამიწდა აზრი, რომ უცხოური პრაქტიკის მსგავსად ყოფილიყო ჩვენში საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს იქნებოდა დამცავი ფარი ჟურნალისტებისათვის. მაგრამ იმის მერე ბევრმა წელმა ჩაიარა ჩვენს სტატუსს ველოდებით, ბევრი ითქვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიღიცა და კარგია, რომ ახლა უკვე პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა კი ვეტო დაადო, ეს პროცედურა რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საბოლოო მიზანიდან ნება დღევანდელი ხელისუფლების არის ის, რომ აჭარის ტელევიზია გახდეს საზოგადოებრივი თავისთავად კარგია. ბატონო სოსო, რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა იგეგმება, რა პროცედურით იგეგმება ამ კონკურსის ჩატარება და რა შედეგებს ელით? კი ბატონო, თქვენ ლაპარაკობთ ატესტაციაზე და შემდეგ კონკურსზე. მე მინდა ამ საკითხსაც შევეხო და გავირთულო ჩემთვის პასუხი, რატო არ ჩატარდა ჯერ ატესტაცია და შემდეგ კონკურსი. ჟურნალისტებზე საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ატესტაცია არ ტარდება, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში დღეს ხომ არის ტელევიზია და იქ ჟურნალისტები მუშაობენ და ვიცით თუ ამ ქვეყანაში რომ სიტყვის თავისუფლება არ არის. ეს ჟურნალისტები ფლობენ ჟურნალისტურ ტექნოლოგიებს და აკეთებენ სატელევიზიო ჟურნალისტურ საქმეს. ანუ ვერც ერთი ტესტი ვერ გაზომავს ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებაზე. ამიტომაც არ არის პრაქტიკაში რომ ტესტები ჩაუტარდეს ჟურნალისტებს. ჟურნალისტებს უტარდება მხოლოდ კონკურსი. მე ჩემი დამსახურება ვხედავ ამ კონკურსში იმაში, რომ მე თვითონ როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი მევალებოდა, რომ ყოფილიყავი კომისიის თავმჯდომარე და შემერჩია კომისიის წევრები, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი, უფრო მეტად დემოკრატიული რო გამხდარიყო ეს პროცესი ამის გამო და მე ნეიტრალური პიროვნება ვთხოვე, იქ განსამხდა და გახდა კომისიის თავმჯდომარე. მან ასევე შეარჩია ნეიტრალური პირები, ცნობადი სახეები ამ კონკურსისთვის და თუ რა ეტაპებად გაიმართება ეს კონკურსი და თუ რა იქნება შეჩევის რა სტილით ჩატარდება ეს კონკურსი, ეს ძალიანად არის კომისიის პრეროგატივა და არა ჩემი. და მე არ ვერევი კომისიის მუშაობაში, ისევე როგორც არ ვერევი თქვენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში და არც ერთი სატელევიზიო რადიო პროექტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. და რამდენი თანამშრომელზე, რამდენ ვაკანსიაზეა გამოცხადებული კონკურსი და როდისთვის იგეგმება დასრულება ამ პროცესის, როდის ეყოლება აჭარის ტელევიზიის ახალი თანამშრომელი?
42 ჟურნალისტურ თანამდებობაზეა კონკურსი გამოცხადებული. კომისიას აქვს თავისი ბადა მუშაობის ორთვიანი, მაგრამ ეს პერიოდი არ დაჭირდება. შემოსულია 250-ზე მეტი განაცხადი. კომისია უკვე მუშაობს განაცხადების გადარჩევაზე. შემდეგ გამართავენ გასაუბრებას, ხოლო მესამე ეტაპი იქნება ტესტური გადაღებები და სიტუაციური კონკურსი. და ჩემი აზრით, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის კომისია მუშაობას დაასრულებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეყოლება ახალი თანამშრომლები 100%-ით. მე იმედი მაქვს და ასეც მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობის უმრავლესობა ამ კონკურსს გაიგებს. ბატონოს ესე ერთი კითხვა კიდევ თქვენ ბრძანეთ რომ კონკურსის საკონკურსო კომისიის წევრები იქნებიან მთლიანად მოწვეული პიროვნებები, დამოუკიდებლები, ასე ვთქვათ, ტელერადიო დეპარტამენტისგან. თუ შეგიძლიათ გითხრათ, საიდან იქნებიან მოწვეულები და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა როგორ მოხდება? გახსოვს განათლების სამინისტროს ჩატარებულ ატესტაციას, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. აქ როგორ იქნება თქვენ შემთხვევაში სიტუაცია? ამ ჟურნალისტთა კონკურსმა დიდი მithმა გამოიწვია, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია. მე ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამით და ჩემი აზრით, რაც უფრო ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი ჩაერთვება ამაში, მით უფრო დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაივლის ეს პროცესი. კომისიის წევრები უკვე ცნობილია და მე გუშინ ეთერშიც გავაჟღერი აჭარის ტელევიზიის ვახტანგ სანაია და ნინო ჟიჟლაშვილი არიან კომისიაში. მე მგონი ზუსტად ამ აჟიოტაჟის გამო გადავწყვიტეთ, რომ ცნობადი სახეები ყოფილიყო. რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია პიროვნებები, რადგან იყო იმის კითხვის ნიშნები, რომ თითქოს ამას ატარებს აჭარის მთავრობა, თითქოს პოლიტიკურ ძალას, რომელიღაც პოლიტიკურ ძალას აქვს ინტერესი, რომ ვიღაცა სამსახურიდან გაუშვა ჟურნალისტი და ამით თავისუფალ სიტყვას შეეხოს, არადა ამაზე ლაპარაკი ჩემს წრეში არცად არ ყოფილა. და ამის დასადასტურებლად კომისიის თავმჯდომარე დვალიშვილმა იზრუნა, რომ ცნობადი სახეები ყოფილიყო კომისიაში, რომ ამ მithმა-მოთქმისგან ყოფილიყო დაზღვეული ეს კომისია. ჩვენ რამდენად გვექნება საშუალება დავესწროთ კონკურსის მიმდინარეობას? მე ვისარგებლე შემთხვევით და ჩვენი რადიოს პირდაპირ ეთერში გეპაპიჟებით თქვენ და ყველა არა მარტო აჭარაში, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეგიძლიათ მოგმართოთ განცხადებით და სრულად ადევნოთ კონკურსის თვალყური ნებისმიერ გასაუბრებას, ნებისმიერ ტესტურ გადაღებებს და ასე შემდეგ და კომისიის მუშაობა არასდროს არ იქნება დახურული, იქაც შეგებლებათ რომ დიდი მადლობა ბატონო სოსო. ამის გარდა ჩვენ გეგმავთ რომ ვებკამებით გადაღებაც მოხდეს და გასაჩივრების და საპრეტენზიო კომისიას მუშაობაში ხელი შეეწყოს იმით, რომ ეს ყველაფერი გადაღებული იყოს და პირდაპირ შეეძლოს ადამიანს ნახვა თუ რა მოხდა გასაუბრების დროს. დიდი მადლობა ბატონო სოსო, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ საჯარო უწყებაში კონკურსის ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის დღევანდელი სტატუსი მიუღებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, მაინც თვლით, რომ ეს არის საბიუჯეტო დაწესებულება და ასეთ უწყებებში ყოველთვის უნდა ტარდებოდეს ღია და გამჭვირვალე კონკურსები. ბატონო ლადო, თქვენთანაც რომ იგივე კითხვით გადმოვიდე, რამდენად გამჭვირვალე იქნება კონკურსი, რომელიც ჩატარდება განათლების სამინისტროში? იქნება გამჭვირვალე, ისე ღია იქნება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის, პრინციპში ესე წინასწარი რეგისტრაციაც არ იქნება საჭირო, ვინც მოვა ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერ დროს დავასწრებ და როგორც იყო ის ატესტაცია, ასევე იქნება ესეც. დიდი მადლობა, ნამდვილად ვისარგებლებთ ალბათ ამ შემთხვევებით, დავესწრებთ კონკურსებს და დავაკვირდებით რამდენად იქნება შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო დასრულდა. თქვენს პირდაპირ ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ციფროსი იურისტი ირინე ურუშაძე და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი მუშაობდნენ. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ რადიო პროექტი საზოგადოების ხმა ყოველ ოთხშაბათს საღამოს 19:05-ზე გავა. უსმინეთ აჭარის რადიოს FM 104.5-ზე. კარგად წამდგარით.